დღეს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის და შოთა ქარუმიძის წინააღმდეგ წინა სასამართლოს ხდომა ჩატარდა და ამ სასამართლო პროცესზე ფორმალურ პატიმრობაში დარჩა გიორგი ბაჩიაშვილი, კაცი, რომლის ადგილმდებარეობაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ იცის და ასევე პატიმრობაში დარჩა კაცი, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს ქვეყნიდან უკანონოდ გასვლაში ეხმარებოდა. დღეს ჩვენ დავუსვით კითხვა საქმის პროკურორს, აქვს თუ არა ინფორმაცია, სად იმყოფება გიორგი ბაჩიაშვილი და მისცემენ თუ არა მას შესაძლებლობა ამ სისხლის სამართლის საქმეზე მაინც რომ ჩაერთოს, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და მოსამართლეს სიტყვით მიმართოს, თუმცა დღეს ვაჟა თოდუამ გითხრა, რომ ასეთ რამეს, როდესაც ადამიანი არის მიმალვაში და ქვეყნიდან არის გაქცეული, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ამიტომ მაღალი ალბათობით გიორგი ბაჩიაშვილს ამ სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის საშუალება არ ექნება. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა კი არის ის, ვინ გეგმავს გიორგი ბაჩიაშვილის ლიკვიდაციას. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ სპეცსამსახურები ან საქართველოს მთავრობის აგენტები, როგორც გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელმა უფლებადამცველმა თქვა, გიორგი ბაჩიაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ, თუმცა ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო უწყებებს არ აქვს. ყოველ შემთხვევაში პროკურატურის წარმომადგენელი პირველებთან ინტერვიუში ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის საქმეზე გამოძიების მიმართულებით არავის მიუმართავს და გამოძიება ბუნებრივია მათ ამაზე არ დაუწყიათ. ბაჩიაშვილის მიმართ არსებობს გამოტანილი განაჩენი, სადაც თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და ასევე სხვა ეგრეთ წოდებული ფონდის საქმეზეც მას დაუსწრებლად დაპატიმრება აქვს. შეფარდებული ეს იყო ჩვეულებრივად ტექნიკური ეტაპი, თუმცა მიგვაჩნია, რომ დამატებით კიდევ აღკვეთა ღონისძიების ასე ვთქვათ ძალაში დატოვებას არანაირი პრაქტიკული მიზანი არ გააჩნდა. კომუნიკაციის დროს რაიმე დამატებით ინფორმაცია ხომ არ მიგიღიათ, საუბარი იყო, რომ საქართველოს მთავრობის აგენტები შეიძლება იყვნენ ჩართული ამ ორგანიზებაში. რა იცით, აღნიშნულ ინფორმაციას მე ვფლობ სწორედ ამ გავრცელების შემდეგ, რაიმე დამატებით დეტალები ჩემთვის სულ ცნობია. გიორგისთვის თავად არ გისაუბრიათ ამ. რა იცით, ეს არ არის იმგვარი საუბარი, რომელიც ახლა სატელეფონო განსახილველია, ყოველ შემთხვევაში მე და მას ტელეფონით ამაზე არ გვისაუბრია. მისმა უცხოელმა ადვოკატებმა მე როგორც ვიცი, სათანადო ორგანოებს მიმართეს და ოფიციალურად შეატყობინეს ამის შესახებ. კანონმდებლობით ამ შემთხვევაში არ არის დაშვებული მსგავსი ფორმით დისტანცირებად ჩართვა სხდომაზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში მის მიმართ გამოცხადებული არის ძებნა, იგი ემალება განსაკუთრებას თავს არიდებს, ის გამოც სამართლებრივად შეუძლებელი არის ჩაერთოს დისტანცირებად სასამართლო სხდომას. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატებმა გააკეთეს განცხადება, რომ მისი ლიკვიდაცია მზადდება მათ შორის სავარაუდოდ საქართველოს მთავრობის აგენტების მხრიდან. აქვს თუ არა პროკურატურას რაიმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ლიკვიდაცია არავის არ მოუმართავს ჩვენთვის მსგავსი ინფორმაცია, რადგან არ გააჩნია და რაც გამოძიებას ყოველ შემთხვევაში იმ უწყებას, რომელსაც მეძებნ მხედველობა. არც არავის მოუმართავს ამასთან დაკავშირებით. გიორგი ბაჩიაშვილის კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთას მოიაზრებს, შემდგომი სასამართლოს ხდომა 15 მაისს არის შენიშნული. ამ დროიდან უკვე დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, მათ შორის გამოიკვლევენ იმ მტკიცებულებებს, რომელიც საქმეში დევს, რომელიც ამ დროისთვის აქვს გამოძიებას და ეს მაღალი ალბათობით იქნება ის კადრები, რომელიც ჩვენს მაყურებელს უკვე ნანახი აქვს, მათ შორის ის კადრები, რომელიც აქვს გამოძიებას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ეტაპზე და ასევე დიდი ალბათობით შემდგომ სასამართლოს ხდომებში უკვე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ გიორგი ბაჩიაშვილს სხდომაში დისტანციურად მონაწილეობის საშუალება მიეცეს.